ბატონო იაგო, თქვენი აზრით, რას მოუტანს ახალი ძალთა განლაგება პარლამენტში ჩვენს ქვეყანას? ამ მონაცემებით ვიცით, რომ მხოლოდ ორი პარტია ლახავს ბარიერს. იცით რა, ეხლა რასაკვირველია, სხვადასხვა პროგნოზი შეიძლება დაუკავშიროთ ძალთა იმ განლაგებას, რომლის მომსწრე ვართ ჩვენ ყველაზე, ასე ვთქვათ, სკეპტიკურად თუ შეხედავ არსებულ ვითარებას და ძალთა არსებულ განაწილებას და რასაკვირველია ამ სკეპტიციზმს აქვს თუ შეიძლება ასე ვთქვათ ინსტიტუციური საფუძველი. ეს არის ის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება და ამ პერსპექტივის წინაშე დგას პარტია ქართული ოცნება. რასაკვირველია არ არის პრევენცია ავტორიტარიზმის პირიქით, ეს არის ასე ვთქვათ რაღაცნაირი წახალისება ავტორიტარიზმისკენ და ეს არის ასე ვთქვათ ეს იქნება დიდი გამოწვევა მმართველი პარტიის წინაშე მომავალი 4 წლის განმავლობაში სწორედ იმ თვალსაზრისით რომ მან არ მოახდინოს ასე ვთქვათ ხელისუფლების უზურპაცია მით უფრო რომ მისი პარტნიორი პარლამენტში არის ნაციონალური მოძრაობა რომელთანაც ნაციონალურ მოძრაობას თანამშრომლობის რესურსი პრაქტიკულად ამოწურული აქვს არა ამიტომ ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ესეთი სრულიად უთანამშრომლო და სრულიად ასე ვთქვათ უპირობო კონფლიქტი თუ შეიძლება ასე ითქვას რაღაცა ურთიერთმიუღებლობა პრინციპული და აბსოლუტური მიუღებლობა კიდევ უფრო მეტ საფუძველს შექმნის იმ თვალსაზრისით რომ ქართულმა ოცნებამ მიიღოს ესეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და არ ითანამშრომლოს პარლამენტში მყოფ სხვა პოლიტიკურ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობასთან მეორე პოლიტიკურ ძალასთან მოკლედ ეს არის ყველაზე უფრო დიდი საფრთხე, რასაც მე ვხედავ მომავალ 4 წელიწადში და რისგანაც ჩვენ დაცული ვიყავით გასულ 4 წელიწადში სწორედ პოლიტიკურ ძალთა, მათ შორის მმართველი კოალიციის სიჭრელის გამო, ამ სიჭრელემ სწორედ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ავტორიტარიზმის პრევენციის თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო კორნელი, ძალთა ასეთ განლაგებას რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს, მით უმეტეს ამ დროის მონაცემებით ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ორი პარტია შედის პარლამენტში, ეს არის 99.41%, რომელიც უკვე დათვლილია. ანუ შეგვიძლია უკვე პრინციპში რომ შევაფასოთ. კი ბატონო, თუ თქვათ ეს შედეგი საბოლოოა, რა თქმა უნდა, თქვათ მას ამ შედეგს შეიძლება კონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, ალბათ უარყოფითი უფრო მეტი. მოდი დავიწყოთ მაშინ უარყოფითით. პირველი ის, რაც ბატონმა იაგომ პრინციპში ისაუბრა, რომ გარკვეული რისკი არსებობს, თქვათ ავტორიტარიზმისკენ შემოbrunების, რაც ჩვენ სახელმწიფოში ხშირად ხდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მმართველი პარტია ან პარტიები ღებულობენ აბსოლუტურ უმრავლესობას, მათ შორის კონსტიტუციურ უმრავლესობას და შემდეგ დაიწყოს ის პროცესი, რაც წინა წლებში ვითარდებოდა კონსტიტუციის ჭრაკერვის პროცესი, როდესაც ეს თქვათ ელიტები ცდილობენ საკუთარ თარგზე მოირგონ ეს კონსტიტუცია, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და აბსოლუტურად ხელს არ უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ქვეყანაში. მეორე, ასე თქვათ, ის არის, რომ როდესაც თქვათ ქვეყანა ისედაც არის პოლარიზებული და ფაქტურად ორი პოლუსი გვაქვს და ამ რეალურად საზოგადოებაში არის მოთხოვნა, რომ გაჩნდეს სხვა ცენტრები, პოლიტიკური ცენტრები და ამ დროს ეს პოლიტიკური მოთამაშეები არიან ამ პარლამენტის გარეთ, ეს ამან გარკვეულწილად შეიძლება გარკვეული რისკები წარმოშვას იმასთან დაკავშირებით, რომ ხო არ მივიღებთ, თქვათ, ოპოზიციას, რომელსაც ეგრეთ წოდებული ქუჩის ოპოზიციას, რომელსაც ვეძახდით და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნება არ ვიცი სოციალური, პოლიტიკური თუ რა სხვა სახის კრიზისი, ამან არ გამოიწვევს გარკვეული რყევები, ზოგადად, რომელიც მთლიანობაში შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს, თქვათ, ქვეყანაზე. რაც შეეხება პლუსებს, ასევე არის შესაძლებლობები, მე ვიტყვის პლუსები ალბათ ცოტა ხმამაღლა ნათქვამია შესაძლებლობები, მათ შორის მმართველ პარტიას აქვს შესაძლებლობები იმ შემთხვევაში თუ მათ მიიღეს ჩვენ არ ვიცი ჯერჯერობით არ ჩატარებულა, თქვათ, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები, მაგრამ თუ თქვათ იმ სცენარი განვითარდა, რომ მათ მიიღეს აბსოლუტური უმრავლესობა და მათ შორის კონსტიტუციური უმრავლესობა, ეს არის ასევე სერიოზული შესაძლებლობა, რომ მათ გაატარონ რეფორმები, თუ რა თქმა უნდა, ასეთი რამე ჩაფიქრებულია და ასევე გამოიყენონ ეს და ეს რა თქმა უნდა, სრულიად სხვა სიბრტყეში აყენებს ქართულ ოცნებას, როგორც პარტიას, გამომდინარე იქიდან, რომ ამჯერად ისინი არ არიან ბლოკი, ისინი არიან პარტია, ანუ ამით ისინი იღებენ ფაქტურად პასუხისგებლობას და თქვათ, ვერავის ვერ დაარწმუნებენ ისინი თქვათ 2-3 წლის შემდეგ, რომ აი თქვათ ვიღაცა ხელს გვიშლიდა ამაში, თქვათ ისინი ვერ ღებულობდნენ გადაწყვეტილებას და რაღაცები. ანუ აქედან გამომდინარე, პასუხისგებლობა მმართველი პარტიის აშკარად იზრდება და მას ასევე აქვს შესაძლებლობები ცხოვრებაში გაატაროს ის თქვათ რეფორმები.